ვისაუბრებ საშვილოსნოს მილების გამტარიანობის კვლევის მეთოდებზე, რადგან გამტარი ფალობის მილები აუცილებელი პირობაა სხვა რამოდენიმე ფაქტორთან ერთად, რომ ორსულობა დადგეს ბუნებრივად. მე ვარ ქრისტინე სოფრომაძე, კლინიკა რეპროვარტის მიან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. მილების გამტარიანობის კვლევის სულ 3 მეთოდი გვაქვს. ჰისტეროსალპინგოსონოსკოპია, რომელიც ეხოსკოპიის აპარატით ხორციელდება, ჰისტეროსალპინგოგრაფია, რომელიც რენტგენის აპარატით ხდება და ლაპარასკოპიული კვლევის მეთოდი, რომელიც ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი ქირურგიული პროცესია, ამ დროს პაციენტი თავსდება სტაციონარში და იმყოფება სედაციის ქვეშ. ყველა ამ მეთოდებს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ რომელი მეთოდი რომელ პაციენტთან იქნას გამოყენებული, ამას თვითონ რეპროდუქტოლოგი საზღვრავს პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე. მე ვისაუბრებ ყველაზე მარტივ მეთოდზე, ჰისტეროსალპინგოსონოსკოპიაზე, რომელიც ეხოსკოპიის აპარატის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება, ეხოკონტრასტული ქაფით. პროცედურის დასაგეგმად პაციენტს ესაჭიროება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი კვლევა. ეს არის ვაგინალური მიკრობიოტის გამოკვლევა. აუცილებელი პირობაა ვაგინალურ მიკრობიოტაში არ იყოს პათოლოგიური მიკროორგანიზმები, რათა დაიგეგმოს პროცედურა. პროცედურა იგეგმება მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, მენსტრუაციის მოსვლიდან მერვე, მეცხრე, მეათე დღეს. ამ პროცედურის უპირატესობა სხვა პროცედურებისგან განსხვავებით ის გახლავთ, რომ თუ ამავე ციკლში ქალს აქვს დომინანტი ფოლიკული, შესაძლებელია ორსულობას დადგეს და არანაირ უკუჩვენებას არ წარმოადგენს. უშუალოდ პროცედურის წინ პაციენტს არანაირი განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. ის თავსდება გინეკოლოგიურ სავარძელზე, საშვილოსნოს ყელის არხში იდგმება კათეტერი. კათეტერის მეშვეობით შეყვავს ეხოკონტრასტული ქაფი. ეხოკონტრასტულმა ქაფმა უნდა გაიაროს საშვილოსნოს ღრუ და გადმოვიდეს ფალობის მილებიდან, რომელიც ძალიან კარგად ჩანს ეხოსკოპიის აპარატზე და რომლის დათვალიერებასაც ახორციელებს რადიოლოგი. პროცედურა ძალიან მარტივია, არაინვაზიურია და ყველა სხვა ამ ტიპის პროცედურებისგან განსხვავებით ნაკლებ მტკივნეულია. პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ამბულატორიულ პირობებში, კლინიკა რეპროვარტში.